ის თუ როგორ იქნება კომპანიაში მენეჯმენტი ქვეყნის კულტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იაპონელები გუნდურად მომუშავე ადამიანები არიან და გადაწყვეტილებებსაც აუჩქარებლად იღებენ. ვინაიდან მათ პროექტებში უამრავ გადაზღულ რისკს ნახავთ, საკუთარი გადაწყვეტილებების დროში აღსრულებაც არ უჭირთ. იაპონური მენეჯმენტი მომავალზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებიც უმაღლესი ხარისხისაა და პრინციპში, როგორც ყველამ ვიცით, არც ინოვაციების ნაკლებობას უჩივიან. ამერიკელებს კი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოსწონთ და შესაბამისად, აღსრულებისას ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორიც გამოუჩნდებათ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ისინი პერიოდულად მოქნილობაში დახელოვნდნენ. ამერიკელები მარკეტინგსა და გაყიდვებში იდეალურები არიან. მათ შეიძლება ვერ შექმნან საუკეთესო პროდუქტი, თუმცა მისი რეალიზაცია ძალიან კარგად შეუძლიათ. თავიანთი კულტურიდან გამომდინარე, დინჯმა იაპონელებმა კაიზენი შექმნეს, სწრაფმა ამერიკელებმა ეჯაილი. ჩვენ საინტერესოა რა გვაქვს ისეთი, რაც ქართულ მენეჯმენტს განსაკუთრებულს ხდის.